ძალიან ძლიერი ჯგუფი გვყავს. პირველი მატჩი ანდორასთან კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეორე თამაშში კვიპროსთან ქულები დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, ეს შანსები კარგად ვერ გამოვიყენეთ. მალტა ამ თამაშის წინ ზუსტად ჩვენ მდგომარეობაშია. მათაც 3 ქულა აქვთ და წაგება კვიპროსთან. რა თქმა უნდა, რთული თამაში გველის ძალიან კარგი გუნდია. მათი მოთამაშეების უმრავლესობა იტალიის სერია A-ს კლუბებში თამაშობს. თუმცა ეს არის ჯგუფი, სადაც ყველას შეუძლია გამარჯვების მოპოვება და ჩვენ ვეცდებით, რომ მოსაგებად ყველაფერი გავიღოთ. საკუთარი მოედნის უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ. გულშემატკივარი ჩვენთვის ნამდვილად მე-12 მოთამაშეა. შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. ვფიქრობ, გოგოები კარგ ფორმაში ვართ და დადებითად დავასრულებთ ამ თამაშს. რაც შეეხება მალტას, ვფიქრობ, რომ ძლიერი კონკურენტია, მაგრამ დადებითად დავასრულებთ ამ მატჩს. სახში თამაში ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გულშემატკივარი ჩვენი მე-12 ფეხბურთელია, ესე რომ ვთქვათ და ვთხოვთ ყველას, რომ მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ. 7 საათზე